როგორ ვიურთიერთოთ მორიელის ნიშანთან. ტარო სისტემის მიხედვით მორიელის ნიშანი არის რიგით მე-13 ნიშანი არკანებს შორის, მაღალ არკანებს შორის. მორიელები საკმაოდ სიღრმისეული ნიშნის წარმომადგენლები არიან და შესაბამისად ის არ არის ზედაპირული ნიშანი, რომელსაც შეიძლება გარკვეული კუთხით რაღაც სიტუაციებში მოატყო, ან თუ მოატყუებ ძალიან მარტივად გაგიტაროს სიტუაციები. არსებული ნიშანი საკმაოდ ღრმად უყურებს სიტუაციებს და საკმაოდ წინდახედულობა ახასიათებს. მისი ძლიერი ინტუიციური ფონი შეგრძნებების საშუალებას აძლევს, რომ ადამიანები საუკეთესო მდგომარეობის კუთხით ამოიცნოს, თუ კი რა თქმა უნდა მას თვითონვე არ ექნება სურვილი, რომ საკუთარი თავი მოიტყუოს. არსებული ნიშანი საკმაოდ აფასებს ერთგულ პოზიციას და სიღრმისეულ დამოკიდებულებას კომუნიკაციების თვალსაზრისით. არსებული ნიშანი უფრო მეტად არის ორიენტირებული სტაბილურ ურთიერთობების თემაზე, ვიდრე პირობითად გართობის თემები და რაღაცა გარკვეული სახის ზოგადი ურთიერთობების სიტუაციები, ხო? ეცადეთ, რომ როდესაც თქვენი ურთიერთობთ როგორც პარტნიორული თვალსაზრისით, ასევე მეგობრული თვალსაზრისით არსებულ ნიშანთან, იყოთ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, სიღრმისეული, უფრო მეტად იყოთ ორიენტირებული საინტერესო თემატიკასთან დაკავშირებით, ხო, ის ზოგადი საუბრები მისთვის ზოგადად ძალიან მოსაწყენი სიტუაციების მაჩვენებელი არის. ასევე მას ახასიათებს ესეთი თვისება, რომ საშინლად ვერ იტანს ტყუილის პოზიციას და საკმაოდ, ესე ვიტყოდი, შურისმაძიებელი ნიშანიც არის. შენ თუ სიტუაციური კუთხით დაგინახა, რომ რაღაცა კუთხით შენ მას ატყუებ ან რაღაცაში გამოყენებას ვცდილობ მისას, ეს ნიშანი შეიძლება იმავე მომენტში არ გამოავლინოს ეს ყველაფერი, მაგრამ შენდამინდობის ფაქტორს საერთოდ კარგავს. ჯერ ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, მუშაობა დაგჭირდება მასთან, რომ მისი ნდობა მოიპოვო და თუ კი მოიპოვებ ნდობას და რაღაც მომენტში იმედებს გაუცრუებ, ჩათვალე, რომ იქ წერტილი უკვე დასმული არის და დამთავრებული არის. ასევე, როდესაც ის გამწარებულ მდგომარეობაში არის, საკმაოდ ძლიერი შურისმაძიებელი ნიშანი არის და საკმაოდ კარგად შეუძლია ითამაშოს როლი ამა თუ იმ სიტუაციიდან გამომდინარე. ასე რომ, ის საკმაოდ ერთგული არის, საკმაოდ, ასე ვთქვათ, სიყვარულის მოყვარული არის, მაგრამ შენ თუ მას გაამწარებ, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ჩათვალე, რომ კონკრეტულ სიტუაციებში იმაზე უფრო მეტად შესაძლებელი არის, რომ შენ გამწარდე. მისთვის მნიშვნელოვანი არის სითბოს გამოვლენა, მისთვის მნიშვნელოვანი არის ერთგულება, მისთვის მნიშვნელოვანი არის ყურადღების ცენტრში ყოფა, მზრუნველობა, ასევე მას რაღაც მომენტებში არ უყვარს ზედმეტად დაძალება სიტუაციების კუთხით. თუ მას თავის პირად გრძნობებზე საუბარი არ უნდა და გამხელა არ უნდა კონკრეტული სიტუაციების, მას ნუ დააძალებ, იმიტომ რომ ის კიდევ ერთხელ განმევიდები საკმაოდ სიღრმისეული ნიშანი არის და ახასიათებს თავისებური პატარ-პატარა ჩაკეტილობები, საკუთარი სივრცის შექმნის სურვილი და შენ ეს სივრცის სურვილი, პირადი სივრცის თემები არ უნდა დაურღვიო. გისურვებ წარმატებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.